კაცო გავიგეთ რომ არაბებზე იყიდება საქართველო და ხიდი რა მიწევს გვისხვისები ეგ გასაგები მაგრამ ამ ქართველ გოგოებს რა გემართებათ მაგის დედავატი ესე იგი რაც ეს არაბების თემა წამოიწია რავი ან მე მეჩხირება თვალში ეს ქართველი გოგოები და არაბი ბიჭები ერთად თუ ჩემს გასახიზიანებლად დადიხართ ესე თუ რა გჭირთ მაგის პატრონი არ აყავს იმენა ქვეყანას ან მშობლები სადა ხართ ან ძმები სადა ხართ ან დები სადა ხართ ან შეგნება სადა გაქვთ ბიჭო ამაზე რძენია რა აი მეზიზღებით აი ეგეთი ქართველები მეზიზღებით რა პირდაპირ თანო აპრავებენ ჩემი მეგობარია სტუდენტობიდან ერთად მოვდივარ და მეგობრობთ კი ბებია თქვენისა ალოხეთ ისინი რა ქვია თქვენი დაქალები და დედები და მამები ბიჭო ასეთი უპატრონო ქვეყანა რო არის გავიგე მაგრამ უპატრონო მშობლები ისინი უპატრონო ბავშვები არიან მაგის დედავატი როგორ არავინ არის ერთი წამი როგორ არავინ არ კითხულობ თან ამხელები 17 16 15 18 22-იც შემხედრია აი რა სახო არაფერი კაცო სტუდენტები არიან უბრალოდ ეს არაბები ეს ინდიელები თუ ინდოელები და ეს ისინი რა ქვია ეს შავკანე აზიელები არა უბრალოდ სტუდენტები არიან რა გინდათ ისწავლიან სწავლენ უბრალოდ აქ დახრიან რამოდენიმე ბარტყს კიდე და არაბებს გააჩენენ პატარა არაბუშკებს გაგვიჩენენ აქ ჯო პატრონი როგორ აი დედა ან მამა როგორ არ კითხულობს თავისი გოგოს ამბავს მაგრამ რა გასაკვირია რომ მოიკითხოს იმდენად შეიზღუდა უკვე უფლებები ბავშვს რო რაიმეზე შენიშვნა მისცე იმ ბავშვმა შეიძლება იმდენად აქვს უკვე გადასხმული ამ პატარა ბავშვებს და უკვე ამ ახალგაზრდობას შეიძლება იმ ბავშვმა რა ვიცი იმ გოგო მით უმეტეს შენ ჩემზე მორალურად ფსიქოლოგიურად ზალადობ და 12-ში დარეკოს და გაგიშვას ციხეში პლენში ყავთ რა მშობლებიც კი პლენში და რავი შვილებიც და საერთოდ ყველანი რა ამ კანონებს და ამ იმებს რა ქვია რა აი გაიარეთ რა პროსტა ერთ საღამოსკენ ნუ ხა არ ვიცი გლდანში არა კოლმეურნეობაზე გაიარეთ რა ხო სასეირნო ადგილი აი რუსთაველზე გაიარეთ რა სატანსაო ადგილი ხო არია რა და შეყვარი რისთვის დაიბადე შვილო იმისთვის დაიბადე რომ შენი ერთი ადგილი ვიღაცა არაბ დედააფეთქებულს მისცე და იმას შვილი იმასთან შვილი იმას აქნა რა ქვია გააჩინო და რატო რის გამო რომ ანუ ის იმას რაღაცა კარგი მომავალი აქვს კარგი აბა ქართველ ბომჟებს ხო არა ქართველი ბომჟები კაცო გერჩინოს ისევე ქართველი ბომჟი შენ არიცი ის არაბი მე რას გიზავს ცოტა გადახედე რაღაცა სხვების მაგალითებს რამდენი თურქეთში გათხოვილი ქალი თაუბეთ სიცხევლი და რომ გაყვა თურქს და გაყვა მუსლიმანური ტრადიციის მქონე ადამიანებს რამდენი თავს იწყევლის მაგის გამო რამის არის გაამათრა ხო კაცო შე რა გონია პატივს გცემს ის არაბი რომ მოგიჯენს გვერდით კიდე ვიღაცას იმას შენ დაქალს მოგიჯენს განა რამე პრობლემა კი არ არის და ხან ერთი იქნებით ოჩერეთში ლოგინში და ხან მეორე არ ვიცი ბიჭო მშობლებო რა ქვეყნის გამოხსნაზეა და რა არაბები არ გავაჭაჭანოთ და რა მიწები არ გავყიდოზეა ელ მინიმალურ დონეზეა საუბარი რომ შვილებს ვერ მიაქციეთ ყურადღება მშობლებმა
რა. შვილებს ვერ მიაქციეთ ყური. სად დაბოზაობენ არ იცით კაცო. ეს არ ვიცი, გულისამრევია რა პირდაპირ რა. სიყვარულიც თან ეხლა რო ეს ფილმი რო გადაიღეს. ალი და ნინოზე, აი ჯერ მაგის დამდგმელი და ჯერ მაგ ძეგლის დამდგმელი დედავატირე და მაგ იმისი კიდე ფილმის გადამღდე ხების. ესე იგი კომენტარში დაუწერე რომ მეთქი ხალხო მეთქი არ დაიჭიროთ ეს არის პროპაგანდა, არ გაცდუნოთ არავინ, მით უმეტეს ეს გოგოები არ შეცდეთ და ნუ დაბლოკეს კომენტარები, დაბლოკეს, წამშალეს და ანუ ყველაფერი გაუკეთეს რა, რომ იქ ადამიანმა რეალური აზრი არ ჩაწეროს თუ რა შტრიხ კოდია მაგ ყველაფერში ჩადებული მაგ ალი და ნინოს კინოში რა და სხვათა შორის არც ის არ არის გამორიცხული, ბევრმა უყურა მაგ ალი და ნინოს კინოს და გადაწყვიტეს არაბებთან ერთად რა ვიცი, ოჯახების შექმნა და სიყვარულის ტრადიციებით რა სიყვარულობანა, რავი ესე რომ ვთქვათ რა. დავიღუპებით რა აი. აქ მარტო არაბის ქალაქების აშენებებზე აღარა უკვე საუბარს. აქ უკვე ძალიან სხვა გლობალურ რაღაცებზე საუბარი რა და დაგვერხევა რა კაროჩი რა. ეს გოგოები ბიჭოს რატო ფიქრობთ ესე მე რომ ხდები? ვინ არის ბიჭი და ელია ქართველი ბიჭი და კი ბაზარი არა და ელია ნახევარი გაყარეს ემიგრაციაში არა. და შეაჯინეს ნარკოტიკებზე, მაგრამ ისევ ის ნარკომანი გერჩინოს, მაგის დედავატირე კაცო. ქართველი მაინც არის. ან სულ ნუ გათხოვდები კაცო, თუ თხოვდები. შენი ცუდი გერჩინოს ხვის კარგს, ნათქვამი არის რა. ხვის კარგს, იმიტომ რომ ის კარგი არ იცი რა არის საბოლოო ჯამში. მიაქციეთ შვილებს ყურადღება, მიაქციეთ შვილებს სად დადიან, ვისთან დადიან, რა გარემოში არიან, ვინ არიან მეგობრები და ქალები. მიაქციეთ რა ყურადღება რა.